ღმერთს ყველაფრისათვის. მარხვის ასპარეზი არის ყველაზე მთავრის სინანულის მოხვეჭის დრო. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ადამიანმა არ იცის რა არის სინანული. ხშირად ადამიანს გონია რომ ცოდვების აღიარება ეს არის სინანული. ხშირად ადამიანს გონია რომ რაღაცა რო დააშავა და ამას თუნდაც ცრემლით ისე იგი ინანიებს, ცრემლით აღიარებს, ეს არის თავისთავად სინანული. მაგრამ მინდა გითხრათ რომ გავარჩიოთ ერთი მეორისაგან. ცოდვათა აღიარება და ცოდვის თქმა ეს ერთია და ეს ადამიანური მოქმედება, მაგრამ სინანული ეს არის საღვთო მადლი, რომელიც უნდა მოიხვეჭოს ადამიანმა. შეიძლება ადამიანმა მთელი ცხოვრება განვლოს, მაგრამ სინანული არ ქონდეს. სამწუხაროდ შეიძლება ადამიანმა ეკლესიის წიაღში იყოს დიდი ხანი, მაგრამ სინანული, რასაც ქვია საღვთო მადლი, რომელიც შემოდის ადამიანში, ეს საერთოდ არ ქონდეს ადამიანს. ამიტომ უნდა წარმოდგენა ქონდეს, უბრალოდ რომ დავფიქრდებით, რა არის სინანული. სინანული ეს არის ისეთივე ყოვლის შემძლე რაღაცა, როგორიც თავისთავად ღმერთი არის. წარმოიდგინეთ უბრალოდ, რომ ღმერთი ხო არის ჩვენთვის ყველაზე ჩვენგან განცალკევებული პიროვნება არის ის სამპიროვანი ერთარსება ღმერთი. და მას აქვს თავისი ძალა, საღვთო ენერგია, რითიც ჩვენ გვეურთიერთობება და როდესაც საღვთო ძალას იგრძნობს ხოლმე ადამიანი სხვადასხვა ფორმით. როგორც ღმერთი არის ძლიერი და ღმერთი არის ყოვლის შემძლე, ასევე საღვთო დადგენილება, სინანული არის ესეთივე ძლიერი. და ამიტომ, როდესაც ადამიანს ეხება სინანული, მართლა ღმერთი ეხება ადამიანს სინანულის გზით, ადამიანში ხდება რაღაც საოცრება. და ყველაზე მთავარი რა ხდება? ადამიანს სიხარული გააჩნია. ადამიანს გააჩნია იმედი, ისეთი იმედი გააჩნია, რომ მსგავსი რამე ადამიანისგანაც კი არ გვსმენია. როდესაც ვინმეს წინაშე რამე დაგვიშავებია და ვიღაცას უთქვია, რომ არაუშავს, ეხა შენ რო ეს დააშავე და მე შენ გპატიობ, ხო სიხარული შემოდის ამ დროს ადამიანში, რომ თითქოს სიმსუბუქე შემოდის, მაგრამ როდესაც სინანული მოდის ადამიანში, ეს საღვთო ყოვლის შემძლე მადლი, არ ვიცი, რაღაცა საოცარს შვება ადამიანში. ამიტომ სინანული ეს არის როგორი რაღაც, იცი, ადამი როდესაც დაეცა სამოთხეში, გახსოვთ ისე ეუნება, ღმერთი ეუნება, სადახარ ადამ. სადახარ ნიშნავს რა მდგომარეობაში ჩავარდი ეხლა, შეხედე რა მდგომარეობაში ხარ. და ამ დროს, როდესაც ადამს უნდა აემოქმედებინა თავისი მხარე, რომ უფალო მე ვნანობ ამას, რაც გავაკეთე, რომ ის მიმღები გამხდარიყო სინანულის მადლისა, ადამმა ეს არ გააკეთა, თავისი მხრიდან რომ ეღიარებინა, რომ მე ეს არ უნდა გამეკეთებინა და შემეშალა, რომ საღვთო მადლი, ყოვლის შემძლე მადლი მოსულიყო იქვე სამოთხეში, რომ განკურნებულიყო ის ღვთის მიმართ დაშვებული შეცდომა და ღვთის საწინააღმდეგოდ მოქმედება და ღვთის საწინააღმდეგო მსვლელობა, ეს ადამიანმა არ გააკეთა. ამიტომაც ის გამოიდევნა სამოთხიდან და მას მერე დაუკვირდით, მას მერე კაცობრიობის ისტორია იწყება იქიდან ადამის დაშვებული შეცდომა, რომ მან არ შეინანა, მისი მხრიდან არ მოხდა შენანება საკუთარი ცოდებისა და აღიარება, რომ საღვთო მადლი, სინანული მოსულიყო, რომელიც მას ისევ აღადგენდა საღვთო პატივში, ისევ აღადგენდა და დატოვებდა მას სამოთხისეულ მდგომარეობაში, ამ მდგომარეობას ეს დიდი მარხვას და მთელი ჩვენი ცხოვრება, მას მერე მოყოლებული მთელი კაცობრიობა, კრიტელის კანონს ხო ვკითხულობთ, რამდენი ისტორიები მოგვაქვს ძველი აღთქმიდან და ახალი აღთქმიდან. ეს არის ამ სინანულის ძიების პერიოდი.
ანუ ადამიანი ხვდება, რომ ეს სინანული, როგორც რომ სინანული არა ჩემს მიერ აღსრულებული აქტი, კიდევ ვიმეორებ, არამედ ღვთისგან მოსული ეს საოცარი მადლი, რომელიც ნაკლულევანთა აღმავსებელი არის. უძლურთა მკურნალი არის, ანუ ჩვენი უძლურებების მკურნალია და ნაკლულევანობის აღმავსებელია, აემას დაეძებს მთელი თავისი ცხოვრება, მთელი კაცობრიობა. Ემიტომ რომ ძველი აღთქმის ქადაგებაც იოანე ნათლისმცემლისა ამით მთავრდება, შეინანეთ რამე თუ მოახლოებულია სასუფეველი და მაცხოვარით შემოდის თუ არა პირველ ქადაგებაში ამას იძახის, შეინანეთ რამე თუ ცათასასუფეველი არის მოახლოებული. ამიტომ ეს არის ჩვენი სინანულის მთელი ჩვენი გულმოდგინებით თხოვნა ღმერთისადმი, რომ ღმერთო სინანული მომეცი, ეს არ არის როგორ გითხრათ, იცი, იმაზე უფრო მეტიათ უნდა ვითხოვდეთ ამას, ვიდრე ადამიანი, ანუ სნეული ადამიანი ითხოვდეს მის ფიზიკურ მკურნალობას. ყველაზე მეტად, ანუ პირველი რასაც ადამიანი თავის ცხოვრებაში უნდა ითხოვდეს, ეს არის ღმერთო გევედრები სინანული მომეცი. და ნუ გონია თქვენ უბრალოდ განასხვავეთ ეს რაღაცა, რომ ჩემი პირადი აქტი, რომელსაც მე თუნდაც აღსარებაში ვამბობ, თუნდაც ფურცელს შევგზავნი, რა ფორმით არ აქვს ამას მნიშვნელობა, ეს არის ჩემს მიერ გადადგმული ნაბიჯი და ამას ვაყოლებ მე გულს მოდგინე ლოცვას, რომ ღმერთო ვევედრები მოვიდეს შენი მადლი, რომელიც სინანულს მოიტანს ჩემს გულში, რომელიც ჩემს ნაკლულევანებებს განკურნავს. უძლურებებს განკურნავს და ნაკლულევანებებს აღმოავსებს. ანუ სასუფევლის მოქალაქედ გახდის ადამიანს. ამიტომ სინანული ეს არის ნაპერწკალი გახსენების, ანუ როცა სინანული მოდის, იმ წუთში ადამიანს გახსენდება 64-ში როგორ იყავი. ანუ ღმერთთან ყოფნის იმ წუთში, სინანულის მოსვლის შემთხვევაში, იმ წუთში ადამიანში აღდგენა ეტაპობრივად ხდება აღდგენა იმ მდგომარეობისა, რომელიც ადამის მდგომარეობა იყო დაცემამდე. და ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი საოცარ სიხარულს განიცდის შემდეგ. ეს არის ის, რასაც ღმერთს უნდა ვევედრებოდეთ, რომ ღმერთო სინანული მომანიჭე. და ჩვენ ამის არ მცოდნენი, როდესაც ეს არ ვიცი, ჩვენ ხან რას დავარქმევთ სინანულს, ხან რას. რა იმას, რომ ბოდიში მოუხადე, ეს სინანული არ არის, ესე რომ მოვიქეცი, ეს სინანული არ არის, ისე აღსარება რომ თქვი, სინანული არ არის. სინანულის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ჩემი მხრიდან არის აღსასრულებლად აუცილებელი, რომ განიწმინდოს, გამზადდეს ჩვენი გული, რომ რთუ კი ღმერთი ინებებს და როცა ღმერთი ინებებს, ამ გასუფთავებულ და მცდელობაში, გულის გასუფთავების მცდელობაში საღვთო მადლი მოვიდეს, ისე იგი სინანულის ენერგიის მეშვეობით და საშუალებით. და შემდეგ ადამიანი წმინდანებს დაუკვირდით, ახლა ძალიან ისე მომყავს ხოლმე, მაგრამ ყველას უყურეთ ახლა ალბათ მამა პაისიზე ფილმი რო არის, ანუ წმინდანთა ცხოვრება წაიკითხე და ნახავ, წარმოიდგინეთ სისოი დიდი, ეს დიდი მოღვაწეები, ისე იგი, როდესაც უნდა გარდაიცვალონ, იძახიან ასეთ რაღაცასო, სინანული არც კი დამიწყიაო, ანუ სინანული მასში რაც ეს აღდგენა უნდა მომხდარიყო, ისე იგი მასში საღვთო ხატების აღდგენა რო უნდა მომხდარიყო, ესო ჯერო არც დამიწყიაო. ანუ მთელი ეკლესია ამ დიდ მარხვაში ხო განუზომლათ და მთელი ჩვენი ცხოვრება, მთელი ეკლესია მიდის ამ სინანულისკენ. მებრძოლი ეკლესია იბრძვის იმისთვის, რომ ღმერთმა სინანული მოგვანიჭოს, ანუ განცდა საკუთარი ცოდებისა. ეფრემ ასურის ლოცვაც ზუსტად ეს არის, ღმერთო სინანული მომანიჭე, ანუ მომეცი, ანუ მადლი მოვიდეს, მე ყველანაირად ვეცდები. უფალო და მეუფეო ცხოვრების სულსა უქმობის სულს განვეშორები. სულსა უქმობისასა, მიმომწველობისასა, მთავრობის მოყვარებას, დიდების მოყვარებას, სახმართ მოყვარებას, სიამოვნების მოყვარებას, დიდების მოყვარებას, ვერცხლის მოყვარებას, ამას განვერიდები გული გავამზადო იმისთვის, რომ ერთხელ მაინც ჩემ ცხოვრებაში, სინანული შეეხოს ადამიანის გულს. და უბრალოდ ჩვენ რას ვერ ხვდებით, იცით? სინანული, როდესაც მოდის, სინანული არის ერთადერთი საშუალება, სადაც ადამიანი, ჩვენ ხორციელი, ცოდვილი ადამიანები ზეცის მკვიდრები ხვდებით. ანუ სინანული არის კიბე ადამიანისა ზეცაში.
ანუ თუ სინანული აქვე მოდის როგორც მაცხოვარი ძახისო ცათა სასუფეველი თქვენს გულებში არის სინანულს მოაქვს სასუფევლის ანუ მარადიული ანუ ყოვლად ანუ უბიწოების მთელ ცნობიერების გააზრება საკუთარ თავში მოდის ეს წესრიგი საღვთო წესრიგი მოდის ადამიანში და ადამიანი სასუფევლის მოქალაქედ იღვიძებს აი მე ახსენდება ჩვენში დევს თქვენ უგონიათ რომ ცათა სასუფევლის განცდა ანუ საღვთო ხატება საღვთო მადლის ისე იგი ესე რომ ვთქვათ პოტენციალი ყველაფერი ჩვენში დევს უბრალოდ ეს არის გასაღვიძებელი და ეს არის ასამოქმედებელი და ამიტომ როდესაც ადამიანში აი ეს სინანულის მადლი მოდის ანუ სინანული რა ანუ შებრუნება ცვალებადობა ანუ ადამიანის შემოbrunება ღმერთისაკენ ადამიანის მაგივრად ანუ ადამიანმა სხვა მიმართულებით გაიხედა ჩვენ უკვე ღმერთის მიმართულებით ვიხედებით საოცარი სიხარული მოდის და აი ეს სასუფეველი იღვიძებს ადამიანში და ნახეთ ყველაზე მთავარი ეს ისეთი მოქმედება იცოდეთ აი ისეთი მოქმედება მის წინაშე ყველანაირი ცოდვა უკან იღლებს მხოლოდ და მხოლოდ სინანულს შეუძლია ყველანაირი მომაკვდინებელი ცოდვაც კი რაც სამყაროში არსებობს ადამიანმა შეიძლება ცოდვა ჩაიდინოს ყველანაირ ცოდვას ახოს და განწმენს აი ეს სინანულის მადლი მაგრამ ერთია შენ აღიარებ რაღაცას, მაგრამ მეორეა, როდესაც მადლი მოდის და ეს მადლი შენ კურნებას, შენ აღდგენას, შენ ცათასასუფევლის მოქალაქეობის პოტენციალის აღდგენას, საღვთო ხატების აღდგენას გაუწყებს საკუთარ შინაგანში. ამიტომაც აი როდესაც ჩვენ დგევართ აქ და ანუ გვინდა რომ აი ღმერთო ცოდვები მოგვიტევე ცოდვები თუ აღსარებას ვამბობ თუ აი ისე იგი ვკითხულობთ ეფრემასურის ლოცვას თუ სახში ვკითხულობთ ლოცვას თუ ანდრია კრეტელ-ეპისკოპოსის ამ სინანულის კანონს ვესწრებით ჩვენ თვითონვე ვკითხულობთ ერთადერთი რამის გამო ვაკეთებთ ამას. თუ ამის გამო არ ვაკეთებთ, მაშინ ყველაფერი ფუჭია რის გამო რომ ღმერთო აი ამ მსხვერპლს ვიღებ, აი ამ მსხვერპლს წირავ, საკუთარ გულს ვამზადებ იმისთვის რომ იქნებ ცხოვრებაში ერთხელ საღვთო მადლი, ანუ სინანულის მადლი მოვიდეს ჩემს გულში რომ მე ჩემში აღადგინოს ის საღვთო ხატება და ვიგრძნო მართლა ცოდვათა შენდობა და პატიება რომ მე შემეძლო შევადარო ჩემი თავი ეს როგორი ვიყავი სინანულის მოსვლის გარეშე ანუ საღვთო მადლის მოსვლის გარეშე და როგორი ვარ ეხლა როდესაც სინანული მოვიდა ადამიანში ეს არის სინანული ეს არის რომელიც განსწმენს აღადგენს ადამიანს მის წინაშე ანუ უძლურია ძრწიის ყველანაირი ცოდვა ძრწიის ყველანაირი ბოროტება რაც კი შეიძლება ადამიანში იყოს ისე განწმენს ადამიანს ისე შინაგანად ისე იგი სისუფთავეს და სიწმინდეს მიანიჭებს მას დაახლოებით რას გავს ეს იცით აი ოკეანე აიღეთ ოკეანეში ჩაედინებიან დიდი მდინარეები რომლებიც მიმოივლიან უამრავ ქალაქებს ანუ არიან მდინარეები რომელშიც შინაგანად უამრავი რამე ჩადის არიან მდინარეები რომლებიც აზვირთებულები არიან და იმიდან მოემართებიან ისე იგი მთებიდან მოემართებიან ხო არიან ანუ დიდი განიერი მდინარეები ანუ დიდი მდინარეები წარმოიდგინეთ ამ მდინარეებში რამხელა ისტორიაა შიგნით სხვადასხვა ქალაქებიდან ჩასული სხვადასხვა ანუ ნივთები აი წარმოიდგინეთ ჩვენც ეს მდინარეები ვართ ჩვენში აი მდინარეებში არის უამრავი საშინელი მდგომარეობა მაგრამ ნახეთ რა არის იქ ოკეანეშივე ჩაედინება პატარა წყაროები საიდან მე მოჩუხჩუხე იმიტომ რომ ყველაფერი ერთ მთლიან მდინარეში ჩაედინება რასაც ერთ მდინარე ანუ წყლის სივრცეში რასაც ოკეანე ქვია ჩაედინება და ნახეთ შენ უკვე იმ მდინარეს შენ უკვე იმ პატარა წყაროს შენ უკვე იმ პატარა ნაკადულს ვეღარ შეამჩნევ იმდენად ოკეანეს აქვს შესაძლებლობა იმისა რომ დააწყნაროს დაამშვიდოს და მთლიანად გარდაქმნას გაასუფთავოს ეს წყლები რომელიც ჩამოდის და რომელსაც შეიძლება ზოგ მდინარეს ძალიან საშინელი ისტორია მოაქვს თავისი მდინარებით აი ესე არის ადამიანისში მოქმედი სინანული ჩვენს ყველანაირ ცოდვას როგორც დიდ მდინარეს ანუ დიდ ცოდვებს პატარა ნაკადულებს რაც არის როდესაც სინანული მოდის ის გვაუწყებს ის გვასუფთავებს აი ამ რაღაცა საოცარი ისე იგი ჩვენში არსებული საოცარი არა აი დაკნინებული ადამიანობიდან აღადგენს ადამიანს საღვთო ხატებამდე აი ეს დავიმახსოვროთ ყველამ ანუ
სინანული ეს არის მთელი ჩვენი ცხოვრების თხოვნა. ღმერთს ვევედრებით, რომ ღმერთო, ყველაფერს რასაც ვაკეთებ იმისთვის, რომ შენი მადლი, ანუ სინანულის მადლი მოვიდეს, რომ მე შევძლო გავიგო რა არის სინამდვილეში ქრისტიანად ყოფნა და ამ სინანულში ყოფნა, რისთვისაც ჩვენ მოგვიწოდა ძველმა აღთქმამ და რისთვისაც მოგვიწოდა მოკლედ ახალმა აღთქმამ. ამიტომ ძალიან გთხოვთ ყველას, აი სადაც არ უნდა იყვეთ, ყველა ცოდვა და იცოდეთ, ყველა ცოდვა, ყველა ჩადენილი გარკვეულად, ანუ ფიზიკურად იქნება, გონისმიერი ლოცვა იქნება, ნებსითი, უნებლიეთი, ყველა ცოდვა, ეს არის ყველაზე საშინელი რამ რა იცი, ეს არის ყველაფერი ის, რისთვისაც ყონდება ჩვენში მოსული სინანული. ხშირად უფალი რა შვება იცი, ჩვენ წაგვაქცევს, ცოდვას ჩაგვადენინებს, ანუ ჩაიდენს ადამიანი ცოდვას იმის გამო, რომ მან დაიწყოს ბოლო-ბოლო გაჩერება და დაიწყოს აღმასვლა. იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ, რა გვაქვს ჩვენ, ხო? ვიძახით, რომ აი რა, სინან ვახსარება ვთქვი, ესა ვთქვი, ისა ვთქვი და გონია რომ ეს არის მართლმადიდებლობა, ცდებით ხალხო. თქვენ არიცით რამხელა სიღრმე აქვს მართლმადიდებლობას, რამხელა სიღრმე აქვს სინანულის ერთ წამსაც კი თუ კი ღმერთი მოვიდა მართლა ადამიანის გულში, ეს ხო ჩვენ არ განგვიცდია. ჩვენ უბრალოდ აი ეს ყოველდღიურობაში, ანუ ვამატებთ ცოდვას, მე ამ ცოდვას მოდივართ, ისე იგი ნაგვის ყუთივით ამოვყრით აქ, მოკლედ მე ისე უბრუნდებით ამ მდგომარეობას, ისე ამოვყრით, უბრუნდებით 2-3 თვე არ მოდის ადამიანი, წლები გავა არ მოდის ადამიანი, ანუ ჩვენ გონია რომ იმ აქტს, რომელსაც ჩვენ აღვასრულებთ, რომ წესებს, რომელსაც ვიცავთ, რომ ჩვენ ახსარება ვთქვით ეს არის მართლმადიდებლობის, არა, ეს მომზადება ღმერთის მოსასვლელად ჩვენს გულში და ღმერთმა უბრალოდ ინებოს, აი ყველა თქვენთაგანს, ვინც აქ ხართ ახლა, ვინც ისმენს, ღმერთმა ინებოს, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამგეცადოთ სინანულის მართლა საღვთო მადლის მოქმედება ადამიანში, ანუ თქვენ შინაგანში და მაშინ მიხვდებით ერთ რამეს, რომ ღმერთო, თურმე რა ყოფილა ქრისტიანობა, თურმე რა ყოფილა შენი მადლი, თურმე აღარ მჭირდება მე რამის დასტური, რომ ქრისტე მართლა ღმერთია, სულიწმინდა მართლა ღმერთია, სამება მართლა ღმერთია, აგერ ჩემში მოქმედებს ეს ყველაფერი და მე ვგრძნობ, როგორ სხვანაირი გავხდი, როგორ სულ სხვანაირი გახდა ჩემი აზრები, ფიქრები, როგორი მთელცნობიერება შემოვიდა, ანუ უბიწოება და მთელცნობიერება თითქმის ერთნაირი ტერმინია, როგორი მთელცნობიერება შემოვიდა ჩემში და ყველაფერი, რაც ძველი კაცისა და ადამიანისა იყო, თითქმის აღიკვეთა. ღმერთმა აი ამ კვირაში და კიდე სხვადასხვა დღეებში, მთელი ამ დღის ამ 40-ში, რასაც გავატარებთ, 40 დღეში, ანუ ისე იგი ვნების კვირაში და მთლიანად მთელ ცხოვრებაში, არ შეიძლება ადამიანი ეხლა ამ სინანულს ეძებდე თითქოს და შემდეგ თქვა, რომ მე უკვე სინანულის ძებნა აღარ მინდა. ეს მუდმივი საძებარი არის. მუდმივია, ეს რაღაცა ხან მოდის, ხან მიდის, ხან გვტოვებს, ხან რჩება ჩვენთან ცოტა ხანი, ხან მერე მოკლედ ჩვენივე უგულობის გამო, ჩვენივე ცოდვების გამო ისევ მიდის და ადამიანს ყველაზე მეტად ეს დაკარგვა უნდა ეს დაკარგვა უნდა გაწუხებდეს. ამ დაკარგვის გამო უნდა ცრემლებს ღვრიდე და ტიროდე. ეს არის მთავარი სინანულის მდგომარეობა, რომ ის დავკარგე, რაც ჩემში იყო ყველაზე საუკეთესო, ის რაც მე ღვთის ხატად და ის რაც მე მაგრძნობინებ და საოცარ ძალას, რომელიც ადამიანში არის, აი ამას უნდა წუხდე ადამიანი, რომ ღმერთი განგეშორა, ანუ სინანული წავიდა შენგან და ისევ ახლიდან გიწევ შრომა, რომ ისევ მოვიდეს ღმერთი სინანულის სახით მოკლედ ადამიანში. აი ეს არის მთელი ასპარეზი. ჭამა არ ჭამაც, რატომ ვიკლებთ ჭამთ თუ არ ჭამთ, რა პავლე მოციქული ძაღის ჭამელი არ ამჭამელს ნუ განიკითხავს, არ ამჭამელი მჭამელს მას ნუ შეურაცხყოფს, იმიტომ რომ შენ ვინ ხარ, რო განიკითხავს ხვის მონას, იმიტომ რომ ის თავის უფლის წინაშე დაეცემა თუ ადგება, ის მის წინაშეა პასუხისგებელი. ანუ ყველაფერი ხდება, თავის ადგილას დგება, ჭამა არ ჭამაც, ლოცვა არ ლოცვა, არ შემიძლია ლოცვა, ვიღაცა იტყვის, ის ეს ყველაფერი
არის ერთი რამის გამო. ღმერთო, მოდი გევედრები, მოდი შენი სინანული შეახე ჩემს გულს, რომ ერთად პირველი ნაწილი, ანუ საღვთო მადლის პირველი საფეხური, სადაც შემდეგ სხვა ნიჭები უნდა მოვიდეს ადამიანში, როგორც პავლე მოციქული იძახის, რომ სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სახიერება, მოთმინება, ეს ყველაფერი მარხვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა რომ მოვიდეს ჩვენში, ჯერ საწყისი მადლი უნდა განვიცადოთ. რა არის საწყისი? შემოbrunებისა, ადამიანის გულის გამზადებისა, ეს არის სინანულის მადლი, სინანულის ენერგია. თუ ეს არ აქვს ადამიანს, დანარჩენი არაფერი არ ექნება. შეუძლებელია ანუ სინანულის არ ქონე ადამიანს ქრისტიანული სიყვარული ქონდეს. შეუძლებელია სინანულის არ მქონე ადამიანს ქონდეს სიხარული ქრისტესი, ანუ საღვთო სიხარული რაც არის, საღვთო ბედნიერება, საღვთო ისე იგი შემოქმედებითი ნიჭი. ანუ შეუძლებელია ეს რამე. თუ სინანულით არ, სინანულის მადლით, ნიჭით არ დაიწყება ეს ყველაფერი, დანარჩენი ჩვენი წარმოსახვები არის. ჩვენ კი ვიძახით, რომ გვიყვარს, ჩვენ კი ვიძახით, რომ ისე იგი ვიღაცა გვიხარია რაღაც, მაგრამ ეს არის ამ წუთის სოფლისეული სიხარული, როგორც მაცხოვარი იძახის, რომ მშვიდობასა ჩემსა დაგიტევებ თქვენ, არა იმ მშვიდობას, რომელსაც წუთისოფელი იძლევა, ანუ გამოდის, რომ წუთისოფელიც იძლევა თავის მშვიდობას, თავის სიყვარულს, ჭყალებში სიყვარულს, ანუ ყველაფერს იმას, ოღონდ არასწორს, ანტიქრისტიანულს, ქრისტეს საწინააღმდეგოს იძლევა და აი ქრისტიანი ადამიანი ხშირად აი ამ წუთისოფლისგან მონიჭებულ სიყვარულს, სიხარულს და ამ ნიჭებს თითქოს ამ წუთისოფლისაგან მიღებულ აი ამას თვლის, რომ ეს არის საღვთო ნიჭები და ამას თითქმის აი მსგავსებაც არ აქვს ერთმანეთთან. რა თქმა უნდა ერთ პიროვნებაშია, მაგრამ ის სულ სხვა რამ არის. ის სულ სხვა რამ არის, რომელიც გარდაქმნის და ცვლის ადამიანს. აი მთელი ასპარეზი, თუ ვინმე იტყვის რა არის მარხვა, ეს არის მარხვა, რატო არ ჭამ რამეს, ამის გამო არ ჭამ რამეს, იმიტომ რომ ცდილობ, რომ ვიცი მე რო ამას შევჭამ, შემდეგ სიმაძღრეში გადამდის, როდესაც მაძღარია ადამიანი, შემდეგ სხვადასხვა სურვილები უჩნდება, მაძღარი ადამიანი ხდება, ანუ ლოცვა აღარ უნდა, ანუ მაძღარს ადამიანი ისე იგი ყველაფერი ეზარება, ზარმაცობა შემოდის, მაძღარ ადამიანში სხვადასხვა ვნებები შემოდის, ეს ვნებები ადამიანში შემოდის, სანამ შენ ამად გაუმკლავდები, ანუ გამოდის, რომ შენ გადაიდო ის პერიოდი, როდესაც გული გასუფთავდება, სადაც სინანული უნდა მოვიდეს. აი მარხვის მთელი შინაარსი. ჩვენ ვამზადებთ საკუთარ გულს ჭამა, არ ჭამით, ლოცვა, მარხვით, ისე იგი მეტანიებით, ისე იგი სხვადასხვა საეკლესიო წესებში, რომელშიც ვიღებთ მონაწილეობას, ერთი მიზნის გამო. ღმერთო, გევედრები და რომ აი ეს სინანულის მადლი მოვიდეს ჩემთან, რომ აი ვიგრძნო რა იცი, რომ ეს თავისუფლება ვიგრძნო, ანუ სიხარული ვიგრძნო, ანუ ვნანობ, მაგრამ სიხარული მაქვს. საოცარი ბედნიერება მოაქვს აი ამ სინანულის მადლს, რომელიც არის. ამიტომ გთხოვთ ყველას, რომ ნუ გაიგივებთ ამას ერთმანეთთან. ანუ გულმოდგინეთ, წრემლით ევედრეთ ღმერთს, წრემლით ევედრეთ აღსარებაშიც და ყველა აღსარებას რო ამბობ, იმ აღსარებაშიც ეგ უნდა გახსოვდეს, რომ ღმერთო სინანული მომეცი, აი ამ ჩემი აღსარების გამო გევედრები, ანუ შენ წინ, იმიტომ არის რომ მოძღვრის წინაშე კი ვიძახით, მაგრამ ქრისტეს წინაშე ვდგევარ და ღმერთო ვაღიარებ ამას, ანუ ვინ თავისუფლებს საკუთარ გულს, აი ამ ცოდვებისაგან, აი ამ ნაგვისაგან ვინ თავისუფლებ გულს და ვევედრები ჯვარცმასა და სახარების სახით, რომელიც ჩემ წინ დევს ანალოგიაზე ქრისტეს ვევედრები, რომ ღმერთო მომეცი მადლი, სინანულის მადლი მომეცი, მე ვან თავისუფლებ საკუთარ გულს. და დღეს არა, ხვალ არა, ზეგარა და მუდმივად ადამიანი იღწვი, რომ ერთხელ როცა იქნება ინებოს ღმერთმა და აი ამ გულში მოვიდეს მართლა საღვთო მადლი, რომელითაც ჩვენ სინანულის მადლი, რომელითაც მართლა შემოbrunება იწყება ადამიანისა. მაშინ ხვდები, რომ უკვე აი სხვანაირი ხარ ადამიანი, ეხლა უკვე სხვანაირი ხარ და ეხლა შეგიძლია უკვე რომ მართლა ისე იგი ქრისტესთან ერთობა გქონდეს და ამას რომ დაკარგავ, მერე გეცოდინება რა გაქვს საძებნელი. დღეს არც ვიცით ჩვენ რას ვეძებთ. გახსოვთ გითხარით, აი ხა იმაში როა სახარებაში როა, რო გამოვაკრათ ტაძარზე შემოსასვლელში გამოვაკრათ ის რას ეძებ.
აი ეგრევე უნდა რას ეძებ, ტაძარში რომ მოდიხარ, რას ეძებ და ერთადერთი რამეა საძებნელი პირველი და დანარჩენი ყველაფერი მიეცემ ადამიანს ერთადერთი ღმერთო სინანული მომადლე, ღმერთო შემომაბრუნე შენსკენ, ღმერთო საღვთო მადლი მომეცი სინანულის ნიჭის სახით და ნუ განაშორებ ამ ყოველივეს ჩემგან. ღმერთმა მოგცეს ამისი ძალა. ეხლა რასაც საუბრობ, ეს სიხარულით ნასაუბრებია. ეს არ არის, ამან კი არ უნდა დაგთრგუნოს. ეს სიხარული უნდა იყოს, ანუ ვიცი, მივხვდი თურმე რისთვის უნდა მოვდიოდე, რისთვის უნდა ვიღწოდე, რისთვის უნდა ვლოცულობდე, რისთვის უნდა არ ვჭამდე თუ ვჭამდე, რისთვის უნდა მძიმედ ვმარხულობდე თუ არ ვმარხულობდე, რატომ უნდა ვაკეთებდე მეტანიას, რომ დაიჩოქე ადამიანმა და წამოდექი. ეს არის ზუსტად რომ დავიჩოქე და წამოდექი, ანუ შევიცვალე. მეტანოია ნიშნავს გონების შეცვლას, დავიჩოქე წამოდექი. ანუ ყველაფერს თავისი შინაარსი აქვს და ეს შინაარსი არის მთავარი, რომ სინანული რომ მოვიდეს სინანულის მადლი, რომ ადამიანი სხვანაირი გახდეს, თორე არავის არ უნდა დამიჯერეთ, ეკლესიას არ უნდა, არავის არ უნდა თქვენი უჭმელობა, არავის არ უნდა თქვენი დატანჯვა, არავის არ უნდა თქვენ მოკლედ საკუთარი თავი აიძულოთ რაღაცაში. თქვენ თვითონვე უნდა გინდოდეთ. რატო უნდა გინდოდეთ ეს? იმიტომ რომ საკუთარი თავის იძულების, საკუთარი თავის შეზღუდვის, საკუთარი თავში, მოკლედ თავშეკავებით ცხოვრებით, მაშინ ვიცით რომ ამ დროს მოდის საღვთო მადლი სინანულის სახით ადამიანთან. და ამის ძალა მოგცეს ჩვენ ყველას ღმერთმა. შეგვეციოს რომ მართლა სინანული მოსულიყოს, სინანულით განგვეგლოს ეს მარხვა, აი ეს მადლი მოსულიყოს და განუშორებლად მყოფობდეს ჩვენთან, ჩვენს გულებში, ჩვენს მოყვასის გულებში და ზოგადად ეკლესიაში, რომ შეგვეძლოს ჩვენ ეკლესიას მართლა სინანული ცხოვრება შეეძლოს. სხვა არაფრისთვის ეკლესია არ არსებობს გარდა მხოლოდ სინანულში ცხოვრებისა და ამ სინანულში ცხოვრების მერე საღვთო ნიჭებისა და დანარჩენი მადლის მოსulis მომლოდინე უნდა იყოს ადამიანის და ეკლესიაც. ეკლესია სინანულის გარეშე, ეკლესია მაპატიეს გარეშე, ეკლესია შენდობის თხოვნის გარეშე, ეკლესია აი ამ წუთისოფლისგან განთავისუფლების გარეშე იგივე მდგომარეობად, იგივე ინსტიტუციად იქცევა, ერთ-ერთ ინსტიტუციად, რაც წუთისოფლში არსებობს, ერთადერთი რაც განასხვავებს ეკლესიას გარე სამყაროსაგან, გარე სამყაროს არ შეუძლია სინანულის მიღება. არ შეუძლია საღვთო მადლის მიღება. საღვთო მადლის მიღება შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიას, ქრისტეს მისტიურ სხეულს. აქ შეუძლია მხოლოდ ადამიანი ჭეშმარიტ სინანულს თანაეზიაროს და მართლა შეიცვალოს და გახდეს უკეთესი. ამიტომ თუ ეკლესია სინანულით არ ცხოვრობს და ეკლესია ნიშნავს ჩვენ ყველათაგანს, მისი ყველა წევრი სინანულით არ ცხოვრობს, ვინც გინდა იყოს დაწყებული მაღალი იერარქიიდან დაბალი უბრალო ადამიანი, თუ ამის მაძიებელი და ამის შემეცლებელი არ არის და ამის მთხოვნელი არ არის, წრემლით ყოველდღე ღმერთო არ აქვს მნიშვნელობა ხსნილია, მარხვა, ორშაბათია, სამშაბათია თუ კვირა, არ აქვს მნიშვნელობა დღენია და ყოველთვის სადაც არ უნდა იყო ადამიანი ამას უნდა სთხოვდეს ღმერთს, ღმერთო სინანული მომადლე, ღმერთო სინანული მომადლე, რომ შევიცვალო და გავხდე უკეთესი და ამას არაფერს კავშირს არ აქვს ტანჯვასთან, ეს პირიქით სიხარული მოაქვს ადამიანში, რომ მე ვიცი, რასაც ვითხოვ ღმერთისაგან. Ემიტომ რომ სხვა შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ღმერთისაგან ვითხოვ ჯანმრთელობა მომეცი, ის მომეცი, ჩემ შვილს კარგი ესის, ხვდებით რომ ეს ყველაფერი არ ხდება, ახლობლებიც ავადდებიან, ახლობლებიც გარდაიცვლებიან, ბავშვებიც გარდაიცვლებიან და ხვდები რისთვის დავდივარ ეკლესიაში, წლებია ეკლესიაში დავდივარ, ლოცულობ და ყველაფერი გარშემო მაინც ისე ხდება, როგორც უნდა ხდებოდეს, არაფერი განსხვავება არა ჩემსა და ჩემს მეზობლის ცხოვრება შორის, ემიტომ რომ მისი გარეგნულად თუ შეხედავ, მისი ცხოვრება არის უფრო უკეთესი. მე ვიტანჯები, მართლმადიდებელი ვარ, მაგრამ ვიტანჯები, მაგრამ თავარი რატო ვიტანჯები? ვიტანჯებით ერთი რამის გამო. აი არ ვიცით რა ვითხოვოთ და აი თუ დღევანდელი დღიდან ჩვენ მართლა სინანულის თხოვნას დავიწყებთ ღმერთისადმი, რომ შემოbrunება მოხდეს ჩვენში შინაგანი, აი მაშინ მიხვდებით, რომ რის გამოა რომ 2000 წელია და მეტია ეკლესია არსებობს და ამ ეკლესიის წევრები იყვნენ უდიდესი მოაზროვნე ადამიანები და რას ეძებდნენ ისინი აქ ილია მართალი ჭავჭავაძე ეკლესიაში რას ეძებდა
გონიერი ადამიანი, ანუ ერის მამას ეძახდნენ მას, რას ეძებდა ღმერთთან, რას ეძებდა ღმერთში, ეძებდა ზუსტად ამას, რაც გარეთ რამ ვარ დააკმაყოფილა ილია მართალი, ყველაფერი ქონდა, პატივიც, ღირსებაც, ყველაფერი ქონდა, აღიარებაც, თანამდებობაც, ყველაფერი, რასაც ამ წუთის სოფელში შეიძლება ქონოდა, ყველაფერი ქონდა, რატომ ღმერთი? იმიტომ რომ აქ სხვა რამ არის, აი ეს არის აქ. ეს ყველაფერი იქ არ არის, გარეთ არ არის, მხოლოდ ეკლესიის წიაღში, ანუ ქრისტეს მისტიურ სხეულშია შესაძლებელი თანაზიარება საღვთო მადლთან, რომელსაც სინანული ქვია. აი ეს არის ჩვენი უდიდესი სიხარული. და ვიღაცა თუ გეტყვით, რატომ დადიხარ, აი ამიტომ დავდივარ ეკლესიაში და თუ ამიტომ არ დადიხარ ეკლესიაში, მაშინ უბედური იქნები უბედური და ბოლო ამოვა ყელში და იტყვი, როდემდე უნდა ვაკეთო ეს ყველაფერი. არ დამთავრდება როდისმე ეს ყველაფერი და ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება ადამიანში ეს ტანჯვა, აი ეს განუსაზღვრელი ტანჯვა, ეგოიზმიდან გამოწვეული საღვთო მე მინდა, ანუ ისე იგი დემონური ნებისა და ადამიანური ნების ჩემში მოქმედებისგან განთავისუფლდი ადამიანი ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება სინანული. აი ეს არის მთელი ჩვენი სხვა, ანუ მთელი კაცობრიობა ამას ითხოვდა ღმერთისაგან ყოველთვის და ეკლესიის ყველა წევრი, წმინდანების და ყველა ვინც კი ეკლესიაში დადიოდა ამ საღვთო ზიარებას იღებდა და აი ამ საიდუმლოებების თანაზიარი ხდებოდა, ერთადერთ რამეს ეძებდა და მთავარს, ეს არის სინანული, რომელიც არის საწყისი და რომელიც არის თანამდევი და რომელიც არის ასევე დასასრული ჩვენი ამ წუთის სოფლისეული ცხოვრებისა, რომელიც შემდეგ ეს სინანული გარდაიქმნება საღვთო მსგავსებად გარდაქმნის ადამიანს და ნიჭები, რომელიც ამის შემდეგ მოდის ადამიანში, ის გაიხსნება მარადილ სასופველში და საღვთო, ისე იგი ცხოვრებაში, რომელსაც ჩვენ ზეცაში გააგრძელებს ზოგადად ადამიანი. ღმერთმა ამისი ძალა და ამისი ნიჭი მოგცეს ჩვენ ყველას და სინანულით განგვავლევინოს ეს მარხვის ასპარეზი. სხვა რომც არაფერი არ თქვა მთელი მარხვის განმავლობაში, მე ვფიქრობ თუ ამით ცხოვრებას დავიწყებ და ყველა ჩვენი ნაბიჯი აქეთკენ იქნება გადაადგმული, დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი ძალიან ბევრს იკეთეს და ყველაზე მთავარი ამ სინანულის მადლს მიანიჭებს, მოკლედ მისთვის მთხოვნელ ადამიანს.